მერაბ ქართველიშვილი მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი არის ახლა ჩვენთან სტუდიაში მივესალმებით მას მოვიდა პირდაპირ მარშიდან ამაზეც ვისაუბრებთ ბუნებრივია მაგრამ პირველ რიგში თავი თემა რაც იყო თქვენ იმყოფებოდით დღეს ასევე აქ დამწვარ ბაზართან და ელაპარაკეთ დაზარალებულებს რა შეგვიძლია ვთქვათ მოლაპარაკების შედეგთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ ინფორმაცია არა ხო მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის დღეს ესეთი მძიმე და დატვირთული დღე იყო მთლიანობაში თან 1 მაისია მშრომელების საერთაშორისო დღე არის და რაღაცნაირად ისე დაემთხვა რომ ჭიათურაშიც აქცია იყო აქაც ადამიანები იყვნენ შეკრებილები და ჩვენ ვინც დავრჩით თბილისში გადავწყვეტეთ რომ მივსულიყავით გვესაუბრა მათთან გაგვერკვია მათი სიტუაცია და მდგომარეობა როცა მივედით აი ძალიან ისეთი სურათი იყო რა მძიმე თქვენც იყავით და ალბათ ნახავთ როგორი მძიმე და უიმედო მდგომარეობა ფაქტობრივად ადამიანებს არ აქვს სახელმწიფოს იმედი ზოგადად აი ეს რო წარმოვიდგინოთ რამხელა რაღაცნაირი ანომალიაა რომ სახელმწიფო შენ გაქვს და შენ არ გჯერა შენი სახელმწიფო რო გვერდში დაგიდგება იმიტომ რომ ეს არ მომხდარა არასდროს ამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და ეს ადამიანები ეს შრომელები რომლებიც ამდენი წელია ეწევიან მძიმე შრომას ეწევიან გარევაჭრობას, ეწევიან შიდავაჭრობას, ეწევიან ისეთ შრომას, რომელიც არის უმძიმესი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არასდროს არ აქვს დრო იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება ქონდეთ ნორმალური და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ სულ რაღაცნაირად სტრესულ ვითარებაში არიან. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მათგანს და მათ თავარი წუხილი იყო, რომ ხო, აი რაღაცნაირად რომ არავინ არ მოსულა ორი დღეა, მეორე დღეა და არავინ არ ყოფილა ველოდებით. ვისელოდებით ხო მერის წარმომადგენელს რომელიც არ მისულა მე როგორც ნახეთ მერის წარმომადგენელი მოადგილე შეხვდა ოღონდ თვითონ არ მივიდა მერიაში მივიდნენ თავად მოქალაქეები და ესეც ანიშნებს ხო რაღაცნაირად როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ რომ არ მიდის მერის წარმომადგენელი იმ წუთას არავინ არ ესაუბრება ამ ხალხს არ ელაპარაკებია რომ გამოძიება მიმდინარეობს ანგარიშ ვალდებულებას ვერ გრძნობენ და ხო რეალურად ეს ხალხი უხდის მათ ხელფასებს აი ხელფასებს ყოველ წელს რომ იზრდიან ზუსტად იმ ხელფასებს აი გამოძიება მიდის და ამ ადამიანს არავინ არ ელაპარაკება ანუ როგორ მიმდინარეობს აქ ხო ძალიან სისწრაფესაც აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ გამოძიების მხრივაც ძალიან ბევრი ეჭვი იყო იქ რამ გამოიწვა ხანძარი დაიწყეს მოქალაქეებმა თვითონ გამოძიება აი რა ეჭვს წააწყდით ხო აი იქაც არიან ხო გამოძიება რაღაც შემოღობილი აქვს ვერ გადაათიხარ მაგრამ რა საკეთებენ რა ეტაპზე არაფერი ამაზე ინფორმაცია ადამიანებს არ აქვს და იქ ბევრი ეჭვია ამ ხანძართან დაკავშირებით იმიტომ რომ ხშირად ხდება ბაზრობებზე ბაზრებში ხანძარი ისე რომ ამის გამოძიება არ ხდება სათანადოდ ავიღოთ ბავშვთა სამყარო რომელშიც იყვნენ ამ ადამიანს ძალიან დიდი ნაწილი და ყველა გვეუბნებოდა თითქმის რომ ბავშვთა სამყაროშიც გაგვინადგურდა და ეხა მეორეჯერ განადგურდა ზოგი ამბობენ მესამეჯერ მოყვა ხელოვნურად გაჩნდა ხანძარი ასეთი იყო მაშინ ეს არის განწყობა და ჩვენ თუ ეხა ხელისუფლების ოცნების წარმომადგენლები გვეტყვის რომ ეს რაღაცა დავეთლოდოთ გამოძიებას ბავშვთა სამყაროს გამოძიება დასრულდა რამდენი წელი გავიდა ამ ადამიანს კონკრეტულად მისცა რომ სავაჭრო ცენტრი გაიხსნება იმ ადგილზე ხო ესეც ხო აი ნუ წარმოუდგენელი დღეს რაც იყო ჩანდა ასევე ჩვენს რეპორტაჟში ყუთები სადაც ფეხსაცმელები იყო გადარჩა არ დაიწვა და შიგნით ყუთში არ იყო ფეხსაცმელები ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ყვებოდა რომ მას აქვს ასეთი ეჭვი რომ ჯერ გაქურდეს ეს მაღაზიები რომელიც ამ სავაჭრო სივრცეში მდებარეობდა და შემდეგ წაუკიდეს ხანძარი ხო ნუ აი არ ვიცი ეს ისეთია რა ძალიან რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამასთან გამოსაწყარეს ჩვენც გვანახეს, რომ აი რაღაცა ბოტასი გვანახა, რომელიც არ იყო დაზიანებული, გვანახა პლასმასის რაღაც გარკვეული ნივთი, რომელიც არ იყო დამწვარი და ბევრ კითხვას უჩენდა ამ ფერფლზე საუბრობდნენ, რომ ბევრი იყო, ნაკლები იყო. წარმოგიდგენთ, როგორი ნდობის დეფიციტია საგამოძიებო სისტემის მიმართ, რომ არავის არ აქვს ნდობა იმისა, რომ აი ამის გამოძიება მოხდება დროულად, ეფექტიანად, მიუკერძოებლად და ასე შემდეგ. მოდი ვთქვათ, აი ნორმალურ ვითარებაში როგორ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება. ხო, ნორმალურ ვითარებაში საერთოდ ესეთი ტიპის ბაზრობა, ბაზარი გულისხმობ რას, ხო? არც უნდა არსებობდეს, რას გულისხმობ, რომ ადამიანები თვითონ ყვებოდნენ, რომ იქ მძიმე პირობებია ერთი მეორეც მხრივ არანაირი რაღაცნაირი უსაფრთხოების სისტემა არ არის. უნდა არსებობდეს ისეთი მოცემულობა, რომ უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა, ანტისახანძრო რაღაც აპარატურები, უნდა იყოს ეს ყველაფერი დაზღვეული, ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს ადამიანები საუბრობენ, რომ ყოველ თვე ფაქტობრივად მოდიდნენ გაძვირებას გვესაუბრებოდნენ. ანუ ფართის გაძვირებაზე, ოღონდ ვამბობ ხედავთ, რომ პირობები უარესდება,
ვაჭრობა მცირდება, მაგრამ ფულის გადახდის მხრივ უნდა გაგვიზრდეს. და არაფერი არ ხდება იმისთვის, რომ ეს დაცული ყოფილიყო. დაზღვევაზეც რო ვთქვა, ხო, რაცაც ვესაუბრეთ ჩვენ. ბევრი გვეუბნება რომ უბრალოდ არის გვიზღვევენ, იმიტომ რომ ძალიან რისკი შემცველია. გვეუბნებიან სადაზღვევოებები. და ამოდებენ რაქნა, როგორ უნდა მოიპოვონ ეს რაღაცა მდგრადობა, როცა ესეთი მიტოვების განცდა არის, რასაკეთებდა თქვა იქ შრომის ინსპექცია, რას უყურებდა იქ რაღაც სახელმწიფოს წარმომადგენლობა, უბრალოდ ხედავთ რომ არანაირი ინტერესი არ არსებობს და აი ბავშვთა სამყაროც რო თქვა რომ კითხეთ რა, აი კომპენსაციაზე რა ხდება რა. ერთჯერადად ყოველს მისცეს 3000 ლარი. ეს იყო და მაგალითად ერთი ადამიანი ამბობს რომ 70000 ლარის ზარალს. არა, ერთი ორმა ისეთი თანხა თქვა, რომ ძალიან ჩვენი რეზიდენტებიდან ერთი კონკრეტულ თანხას წარმოიდგეთ ვალით აღებული, დატვირთული მთელი ცხოვრება ამას მიუძღვეი და ერთ დღესაც რჩები ესე არაფრის გარეშე. და თან არ გაქვს იმის იმედი, რომ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობ, რომ ამაზე რაღაცა რეაგირება იქნება ადეკვატური. აი, ჭიათურაში უნდა შევეხოთ აუცილებლად, თან 1 მაისის გარშემოვტრიალებ და რამდენადაც ვიცი დღევანდელი მარშის და 1 მაისის ერთობის ერთ-ერთი მიზანი იყო კიდევ თანხის შეგროვებას, რითიც სოლიდარობა გინდათ გამოუცხადოთ მაღაროელებს და ასეთი ანონსიც იყო ყოველ შემთხვევაში, რომ დავეხმაროთ მაღაროელებს, ადამიანებს ათასობით ოჯახი პრინციპში დარჩა ყოველგვარი საჩუქრ გარეშე და დღეს მათი პროტესტის ლიდერები ციხეში არიან, 5 მათგანი შიმშილობს 6 დღეა. სად ხედავთ თქვენ აქ გამოსავალს? მე მაინც მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ როდესაც არის ლაპარაკი სახელმწიფო ჩაერიოს და იქნებ ხელისუფლება მეტი ყურადღება მიაქციოს, 2017 წლიდან არის დანიშნული იქ სახელმწიფო მმართველი ჭიათურას გულისხმობ და ყველა შეფასებით, რაც კი მომისმენია და რაც კი მინახავს, კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა სახელმწიფო მართვის პირობებში ეს საწარმო დროებითმა მმართველმა სახელმწიფოს მიერ მიგზავნილმა და აქ არის ლაპარაკი ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებზე. აი, სად არის მაშინ გამოსავალი თუ სახელმწიფოსგან ელოდები დახმარებას, მაგრამ ამ სახელმწიფომ უკვე აჩვენა ძალიან ცუდი პრაქტიკა. სახელმწიფომ ანუ ხელისუფლება. ხო, აი, ზუსტად დღეს რო ვიყავი ამ ბაზრობის ტერიტორიაზე, ხო? ასევე ჩვენები ვიყავ ჭიათურაში და ეს გაუცხოება სრულად სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან, ქართულ ოცნებასთან ამ შემთხვევაში ძალიან ნათელი იყო და მე მიჩნდებოდა კითხვა, რომ აი ეს ადამიანები არ ენდობიან, ჭიათურელებს აშავებენ და რაღაცებს უგონებენ, რაღაცა აგენტურა, მიკერძოებული ხალხია ესენი, ვინც პროტესტშია ჩართული. აქეთ ყველანი მოღალატეები და deep state-ი ვარ. ანუ ვისთვის აკეთებს რა, ვისთვის შრომობს ქართული ოცნება, უხეშად ვთქვათ. ვის წარმოადგენს? რომელი ხალხის ჯგუფს წარმოადგენს? ნინო წილოსას. ყველა მიტოვებული ყავს. ანუ ეხლა ჩვენ ვცხოვრობთ მოცემულობაში, როცა ქართული ოცნება ყველას ვინც კი რამეზე ხმას იღებს არის მტერი. და ეს ჭიათურის მაგალითი აჩვენებს ძალიან ნათლად, ხო? ვიღაცებს ხო აქვს განცდა, რომ აი აქ თბილისში ეს პროტესტი მაინც შეიძლება საშუალო კლასის პროტესტია და ასე შემდეგ. და ნუ სხვაგან მეტი მხარდაჭერა გოცნებას და თვითონ საუბრობ, რომ ჭიათურში ძალიან ბევრი ავიღეთ მხარდაჭერა და ასე შემდეგ. აი შენი მხარდამჭერები, თუ ესე თვლი ოცნება. ასევე ის მოქალაქეები, რომელიც სრულად აპარტიულად საუბრობდნენ, თავიდან პირიქით ამბობდნენ რაღაცნაირი მესეჯები ქონდათ, შეიძლება ცოტა გაურკვეველი ჩემთვის, მაგრამ პირიქით რა, იყო რომ ჩამოდი, მოგხედეთ, შეხედეთ რა ხდება ჩვენს თავს, რომ როცა დახურა ჯორჯენ მანგანესმა მუშაობა 28 ოქტომბერს. ესეც სათქმელია არჩევნების შემდგომ. მანამდე არ უთხრეს. არჩევნების შემდგომ ძალიან შეთანხმებულად ქართულმა ოცნებამ და კომპანიამ გადაწყვიტეს, რომ შეჩერებული იყო სამუშაო. დიახ, და შემდგომ უკვე უნდა აღმდგარიყო 1 მარტს, უთხრეს, რომ აღარ აღდება და თქვენ გათავისუფლდით. ნუ გათავისუფლებულები ხართ, შემდგომ ბევრი რაღაცა მოხდა იქ და ამ გამოლოში ერთხელ არ ჩავიდნენ. შემდგომ ჭიათურები აქ ჩამოვიდნენ. არავინ არ შეხვდა. არც პროფკავშირები, თავიანთი გაერთიანებული პროფკავშირები, რომელიც ნახეთ ხო, არჩევნების წინა დღეს იყო იმედზე მისული და პირდაპირ ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში ფაქტობრივად და რაღაც სამართლიანო განცხადებებს აკეთებდა. შემდგომ ჭიათურელების მიმართ აკეთებს სამართლიანო განცხადებებს. ჯანდაცვის სამინისტრო არც ერთხელ არ შეხვდა მათ. აქვთ ბანკის ვალები, აქვთ მათ უკან 3500 ადამიანია, ხო, მათ უკან ოჯახები დგანან, შვილები, მშობლები, ასე შემდეგ და სახელმწიფო არც ბანკის ვალის გადავადებაზე ეზრუნა, არც ბანკს მოუკლია თავი დიდად რომ ამაზე ეზრუნა და ისევ იმ პირობებით უვადებენ, როგორც კორონავირუსის დროს იყო, რომ კიდევ უფრო მეტად გაუძურდათ, ხო? პროფკავშირები არაფერში არ ეხმარებოდნენ და ასე შემდეგ. ბევრი ელემენტი იყო, აქ რაღაც როგორ მოქმედებდნენ ერთობლიობაში, ეს ყველა ელემენტი მათ წინააღმდეგ. და საბოლოოდ ისე მიდიოდა საქმე, რომ ამათ პროტესტს მოყვა ის, რომ მიხვდათ ჭიათურა ესე არ გაჩერდება, არ დანებდება.
იქნება, ანუ რაღაცა უნდა აღადგინონ მიწისქვეშა მოპოვების ნაწილში, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანების მოპოვებული იყო სწორედ ის, რომ იქ პროტესტი არ გაჩერდებოდა, შემდგომ გადაწყვიტეს, რომ სამხრივი კომისიის ფარგლებში, აი პროფკავშირები, კომპანია და სახელმწიფო, რომელიც ფაქტობრივად ერთი და იგივეა. ამ ადამიანების აზრის მოსმენის გარეშე. ამ ადამიანების აზრის მოსმენის გარეშე გადაწყვიტეს, რომ იქ უნდა მიავლინონ ვინმე სოცკი, რომელიც ვიცით ჩვენ ტყიბულში, როგორ არის დანიშნული, არის იქ მფლობელი. რუსეთის მოქალაქე. დიახ, რუსეთის მოქალაქე, რომელიც არის ოლიგარქი, რომელიც აი უბრალოდ არჩევნების შემდგომ რაც გააკეთა ვიცით ხო, რამდენი ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან, ტყიბულიდან, მეშახტები პოლიტიკური შეხედულებების გამო და აი ეს როცა დანიშნეს სოცკი, მან უკვე ძალიან ათელი იყო, რომ იქ უკვე დაიწყებოდა რეპრესიები, იმიტომ რომ მათ ეჩქარებათ. და საბოლოოდ მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ჩაერთვნენ უკვე პროპაგანდისტული არხები ძალიან აქტიურად ადამიანის დაშავებაში და უკვე დროის ამბავი იყო, რომ დააკავებდნენ და დააკავეს ის რა სამართლის წესი და ესეც ცნობილი ტრიუკია, როცა ვიჭერთ ადამიანს და შემდგომ ამით ვაჭრობთ, ხო? აბა თუ გინდათ ეხლა ეს ვაჭრობის პროცესი მიმდინარეობს. არ ვიცი ხო, ეს ბევრი წელი ამას უყურებთ, ხო, ადამიანებს დააკავებენ და შემდგომ ამით ხდება ხოლმე რაღაცები შეთანხმებების ნაწილი. ხო, გამოსავალი ძალიან ცხადი და ათელია თვითონ მაღაროელები აყენებენ ამ მოთხოვნებს და მე ცალსახად არ მაყოფილება რომ არ დავეთანხმო, ეს არის ერთი ის რომ აღდგეს მუშაობა მიწისქვეშა მუშაობა ისე რომ 3500-დან რაღაცა 2500 კი არ გაუშვან სამსახურიდან და 1000 ადამიანიდან დაასაქმონ მხოლოდ არა არამედ ყველასთვის ვინც მუშაობდა. ამასთანავე ღია კარიერული წესით მოპოვება რომელიც გამალებით ხდება ჭიათურაში და განადგურდა სოფლები პირდაპირ და ქალაქში მტვერია დაბინძურებულია მდინარე და ამ ყველაფერს უყურებთ ეს შეწყდეს იმიტომ რომ ჩვენი ჭიათურა ვავადდებით ამას ამბობ. ითხოვენ რომ უნდა შექმნას ფონდი რომელიც გადაწყვეტს რომ რა დოულათიც იქნება ჭიათურაში რაღაცა დარჩეს იქ რომ ჩვენი მომავალი თაობები ამას მოიხმარდნენ ეს არის მათი მოთხოვნა და ნაციონალიზაციაზე ფიქრი ზოგადად როცა ხედავთ რომ ეს სიმდიდრე გადის ჭიათურიდან ერთეული პირები ისაკუთრებენ აქ თუ უცხოეთში და არაფერი არ რჩება არც საქართველოში არც ჭიათურაში და ეს უნდა იყოს რომ დოულათი შეიქმნას იქ და იყო მართლობაში ჩართულებით უშუალოდ მაღაროელები კიდევ ერთხელ სოლიდარობა მაღაროელებს უმძიმესი მდგომარეობა ქალაქში იქ არ შიმშილობს მხოლოდ რამდენიმე აქციის რამდენიმე მონაწილე მართლა შეიძლება ბევრს უტრირებულად მოეჩვენოს მაგრამ მთელი ქალაქი შიმშილობს ხო არ არის იქ ელემენტარული პირობები რომ ადამიანმა რაციონის მინიმალური რაღაცა ულუფა დაიკმაყოფილოს ყოველდღიურად ჩვენ მქონდა გადაცემის პირველ ნაწილში ამაზე მსჯელობა რომ აი ქართული ოცნება გვეუბნება რომ ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში და ვინ გრძნობს ამ ეკონომიკურ ზრდას ეს დასვით ეს კითხვა ვისთვის მუშაობს ეს ოცნება თუ მუშაობს აი ამაზე ვსაუბრობ და გვიცით ხო ოცნების ძალიან საყვარელი ის არის ხოლმე მომენტი როცა გვეუბნება რომ ეკონომიკური ზრდა ორნიშნა არის ეხლა ჩვენთან გაიზარდა ის ვართ რეიტინგში მეხუთე პირველი ვართ აღმოსავლეთ ევროპაში 57 და აი სულ ამაზე საუბრობ და კონკრეტული კვლევები აჩვენებს რომ სულ უფრო მეტი მშიერი ადამიანი კი ანუ გავიგეთ და კარგია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არავინ არ ამას ცუდია მაგრამ როგორ ნაწილდება დოულათი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ქვეყანაში დოულათი არასდროს არ ნაწილდებოდა სამართლიანად მაგრამ რასაც ჩვენ უყურებთ ახლა ჩვენ უყურებთ კატასტროფულად გაზრდილ საარსებელ შემწეობას დამოკიდებულ ადამიანებს რომელსაც შემდგომ როგორც რესურს ისე იყენებენ ხოლმე არჩევნებში და ეს არის ყველა წარმოუდგენელი დამოკიდებულება მათ მიმართ არ ფიქრობენ მათ ხანგრძლივი სიღარიბიდან რომ ამოიყვანონ ამით სიღარიბეში ტოვებენ და მუდმივად აი ამ უმცირე სამარცხვინო 30-დან 60 ლარამდე არის შემწეობა. თავარ მოკავშირედ გაიხადეს სიღარიბე. სიღარიბე მარშზე რამის თქმა. კი, ახლა მოკლედ რო თქვა, ზუსტად ამაზე საუბრობდით, ხო? ჩვენ ყველა ქონდა 24 წელსაც ზუსტად რომ ადამიანების რაღაც 70-80%-ზე მეტი ამაზე გაუარესდა მათ მდგომარეობა არ შეცვლილა და ასევე 55%-ამდე გვეუბნებოდა რომ ან საკვებზე ყოფნის მხოლოდ ფული, ან არ ყოფნის არც საკვებზე და ფასების და კატასტროფულად ხდება და ჩვენ მოსახლეობის და ოჯახების 60%-ზე მეც ვალი აქვს და ვალზე დამოკიდებულები არიან ამ ხნის განმავლობაში და აი ეს პრობლემაა და სწორედ ამიტომაც დღეს სწორად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ათი პროფკავშირი, დამოუკიდებელი პროფკავშირი, ახალბედა პროფკავშირი და ჩვენ მოძრაობა სოციალ-დემოკრატიის შევიკრიბეთ, რომ აი ეს პრობლემები, რომელიც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მეინსტრიმ პოლიტიკურ ელიტაშიც არის ეს პრობლემები ისე აქტიურად როგორც უნდა ისმოდეს და ბევრი წელია, ხო? ეს ვალზე დამოკიდებულება, ეს მიტოვებულობა, ეს შრომელების უფლებები რაღაცნაირად გაჩნდა თითქოს აბსოლუტურად გადმონაშთია და არა ეს ძალიან ევროპულია, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში არის კეთილდღეობის სახელმწიფო და ჩვენ თუ რატომაც გვინდა ევროპა ერთ-ერთი სწორედ იმიტომ არის რომ კეთილდღეობა უნდა შეიქმნას აქ ადგილზე და ქართველებმა და საქართველოს მოქალაქეებმა თავი გზნოთ დაფასებული. ძალიან დიდი მადლობა